ავი დედაკაცი. ქართული ხალხური ზღაპარი. იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი ცოლ-ქმარი. კაცი კეთილი ხასიათისა იყო. ქალი ავი, ბოროტი და ქმარს ჩაგრავდა. ერთხელ კაცი სათევზაოდ წავიდა. მდინარეში ბადე გადაისროლა და ერთი პატარა თევზი დაიჭირა. გადმოაბრუნა ძალიან ეპატარავე. საჭმელად არ გამოდგებაო იფიქრა. გადააგდო ისევ წყალში. თევზი მობრუნდა და კაცს უთხრა: რახან სიცოცხლე შემინარჩუნე და მილოცნიხა. ამიერიდან ყოველი ფრინველის და ცხოველის ენა გეწოდინება. ხოლო თუ შენ საიდუმლოს ვინმეს გაუმხელ, შენს თავს დააბრალეო. წამოვიდა კაცი, მინდორში დიდი მუხა იდგა და იმის ჩრდილში დაისვენა. მოფრინდა ორი ყვავი. ერთი დედა, მეორე შვილი, რომელიც ფრენაში გამოუცდელი იყო. დასხდნენ მუხაზე და საუბარი გამართეს. შვილმა დედას უთხრა: დედა! ჩამო! დამკაც! თვალებს დავთხრი! შია! აიცადე შვილო! ადამიანია შმაკია! იქნებ არზინავს! დაგიჭერს და ღმერთმა ნუხნას და მოკლავს! უთხრა დედამ. ეს ყველაფერი კაცს ესმოდა, მაგრამ თავს იმძინარებდა. შვილმა არ დაუჯერა დედას, ჩაფრინდა დაბლა, ჩუმად მიეპარა მძინარე კაცს და ის იყო უნდა ჩაეკრა ნისკარტი თვალებში, რომ ამ დროს კაცი წამოხდა ფეხზე. სწვდა ყვავის ბახალას და დაიჭირა. ბახალამ ჩხავილი დაიწყო. დედა მიშველე! დედა! დედამ უცებ შეხვირა. მაგაცმა ჩვენი ერა რომ იცოდეს, ჩემს რშევას გაითვალისწინებს, მუხის ქვეშ, ოქროთის სავსე-ქილა დაფლული, იმას ამოიღებს და შენ გაგიშვებსო. კაცმა ბახალას მაშინვე გაუშვა ხელი და ჯოხით მუხის ძირი გამოჩიტა. იპოვა ქილა, ოქროთის სავსე და შიმწაი. ცოლს ძალიან გაეხარა. ყველაფერი შეიძინეს და ცხოვრობდნენ ასე ბედნიერად. ერთ დღეს ქალი შეუჩნდა. ჯგუფსაყმარელო, უნდა მითხრა აუცილებლად სად და როგორ შეიძინე ეს სიმდიდრე? ჰალო, შენ ხილი იხილე, ჭამე და შვი. დაიცვი და დაიხურე. რას კითხულობ, საიდან შევიძინეო? უთხრა კაცმა. ქალი მაინც არ მოეშვა. სულს ხდიდა საწყალკაცს, მოსვენებას არ აძლევდა. კაცმა აღარ იცოდა რა ეკნა. კაცის მწუხარება მამალმა გაიგონა. შეებრალა კაცი და თავისებურად ჩაულაპარაკა. კაცი მიხვდა საკენკს ამთხოვცო. გამოიტანა და ქათმებს ლომად დაუყარა. მამალმა დაიხორხოცა და დედლები მაშინვე მოშორდნენ საკენკს. შემდეგ რაღაც დაუკაკანა და დედლებიც კაკანით მისდევდნენ. მამალმა ჩაილაპარაკა თავისთვის. საწყალი კაცი, მე აგერ 20 ცოლს ვუვლი. უჩემოდ ვერავინ გადადგამს ფეხს და მაგას ერთისთვის ვერ მოუვლია. მე რომ მის ადგილზე ვიყო, ერთი კარგად მივტყეპავდი ამ დედაკაცო. ეს ყველაფერი გაიგონა კაცმა. მამლის რჩევა მოეწონა. გამოიტანა და საკორკოტე მარცვალი დაუყარა ისევ ქათმებს. ამ დროს ავი დედაკაცი კვლავ დაადგა თავზე. არა, რატომ არ მეუბნები საიდან მოიტანი ამ ხელასინი? არა მითხარი, მე ცოლი ვარ თუ არ ვიცი, ჩქარა მითხარი საიდან მოიტანი ამ ხელასიმდიდრეო? კაცმა ახლა ვეღარ მოითმინა. წამოავლო იქვე წკეპლას ხელი და ქალს უთავაზა. ერთი და მეორე. ქალი მიხვდა, რომ ბევრის ლაპარაკი მოუვიდა და ქმარს ცრემლიანი ხმით შეევედა.
შენი ჯერიმე თავი დამარებე და ამის შემდეგ აღარაფერს კითხავ. კაცი მიხვდა, რომ ქალისთვის ეს კარგი გაკვეთილი იყო. შეეშვა და ამის შემდეგ ცოლ-ქმარი ტკბილად ცხოვრობდნენ. ერთი გადაკრული სიტყვაც არ უკადრებიათ ერთმანეთისთვის.